ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. სერტიფიკატები ღირებულებითი განათლების ტრენინგების სრული კურსის გავლისთვის სასულიერო პირებს გადაეცათ. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომდა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე სიტყვით გამოვიდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საპილოტედ თავდაპირველად შეირჩა თბილისის 25 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 40-მდე კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული. განათლების სამინისტრომ უკვე დაამტკიცა ღირებულებითი განათლების ხელშეწყობის პროგრამა და ახალი სასწავლო წლიდან თბილისში უკვე 50 სკოლაში იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართლის მოქცევის 1700 წლისთავი აღენიშნება. სწორედ ამ საიუბილეო თარიღს უძღვნის საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სკოლებში ქრისტიანობის შესახებ სწავლების შეტანას. პატივცემულო ბატონო მინისტრო, პატივცემულო ქალბატონო მინისტრის მოადგილეო, ძვირფასო მამებო, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებო, თანამშრომლებო, დღეს მართლაც ესეთი ისტორიული მნიშვნელობის მქონე დღე არის. ისტორიული შეიძლება ეწოდოს თანამშრომლობას სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის, რომელიც ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და აი ამ შედეგამდე მიგვიყვანა. მიმდინარე სასწავლო წელს, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს ემთხვევა, ვეგებებით აი ამ მნიშვნელოვანი სიახლით ქრისტიანულ მისიონერულ ღვაწლის თვალსაზრისით. მოზარდებს საშუალება ეძლევათ სასკოლო გარემოში გაეცნონ და ეზიარონ ქრისტიანულ ღირებულებებს. მადლობა გსურს გადაუხადოთ საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს და ყველა მის თანამშრომელს. მათ სათანადოდ შეაფასეს საპატრიარქოს მდელობა მოზარდებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო ის ღირებულებები, რომელსაც ქრისტიანობა ქადაგებს. მოგეხსენებათ, ქრისტიანობა არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციის და კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. დღეს მსოფლიოში არ არსებობს ჭეშმარიტი მეცნიერება, ხელოვნება თუ ლიტერატურა ქრისტიანული ღირებულებების გარეშე, რომელთა აღმოჩენა და მოზარდებისთვის მართებულად მიწოდება არის ჩვენი ყველას საერთო და უმთავრესი მისია. ამიტომ განსაკუთრებულად ვაფასებთ, რომ სახელმწიფომ ნდობა გამოუცხადა ჩვენს წამოწყებას და მჭიდრო, ნაყოფიერი და ეფექტიანი თანამშრომლობა აწარმოა ამ მიმართულებით. საგულისხმოა, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეძლეოდა საშუალება მონაწილეობა მიიღო სკოლის მოსწავლეთა განათლებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია თავისი ისტორიული და ღირებულებითი მნიშვნელობით უდიდესი საუნჯის მატარებელ ინსტიტუტს წარმოადგენს, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ დგას ჩვენი სახელმწიფო ქრისტიანობის მიღებიდან მოყოლებული. ყველამ კარგად ვიცით, რა რთული მემკვიდრეობა ერგო ჩვენს ქვეყანას პოსტსაბჭოთა პერიოდში. ვიცით, როგორი ძნელბედობის ჟამს იტვირთა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავისი მსახურება. მას შემდეგ, რაც მოხდა მისი აღსაღდრება, ეს მძიმე ჯვარი აიღო, მას დაეკისრა ეს მძიმე ჯვარი. არ ყოფილა არც ერთი დღე, არც ერთი წუთი, რომ მას არ ეფიქროს, არ ელოცოს და არ ეღვაწოს ამ დაზიანებული აზროვნების გამოსასწორებლად. დახურული კარების გასაღებად და საზოგადოების ჩატეხილი ხიდების აღსადგენად. არ არსებობდა სფერო, იქნება ეს კულტურა, მეცნიერება, ლიტერატურა თუ სხვა, რომელთა წარმომადგენლებთან არ გაჩაღდა შემოქმედებითი ურთიერთობა. ეს არის ჩვენი თანამედროვე ეპოქის უდიდესი მისიონერის, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობის გზა, რომელსაც ადამიანი მიხავს ტაძრამდე.
მადლობა მინდა გადაუხადო მის უწმინდესობას და უნეტარესობას, რომ აი ამ რთულ და მძიმე პერიოდში, როდესაც მთავარი ღირებულებების გაუფასურება და ჩანაცვლება ხდება, ეკლესიას და თითოეულ სასულიერო პირს მოგვცა სავალი გზის მყარი ორიენტირები და მოქმედების უტყუარი გეგმა. მადლობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მათ ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს, რომ დღიდან ჩვენი ურთიერთობის დაწყებისა აგერ უკვე მესამე წელია მუხლ ჩაუხრელად და თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ღირებულებითი განათლება სკოლაში იყოს ის მნიშვნელოვანი საგანი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს სკოლის მოსწავლის ფასეულობების და მისი როგორც ღირსეული და კარგი მოქალაქის ჩამოყალიბებაში. მადლობა ჩვენს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, დეკანოს ანდრიას, სამსახურის მამებს და ასევე იმ სასულიერო პირებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში სრულიად უანგაროდ შრომობდნენ და იღწვოდნენ სკოლებში ღირებულებითი კლუბების დაარსების და შედეგიანი ფუნქციონირებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას იმ შრომისთვის, რომლის შედეგადაც ეკლესიას, საზოგადოებას და მთლიანად ქვეყანას საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს აი ამ სიახლით და ამ ძღვენით ულოცავთ. ვერთმა დაგლოცოთ, აგახაროთ, გაგაძლიეროთ და შემდგომი წარმატებები მოგცეთ. გაიხარეთ. თქვენო მაღალ ყოლადო სამღვდელოებო, მეოფეშიო მოგესალმებით და ვითხოვ ლოცვა კურთხევას თქვენგან ბატონო მინისტრო, ქალბატონო მინისტრის მოადგილე, განათლების სამინისტროს თანამშრომლებო, მამებო, მოგესალმებით ყველას და მინდა სიხარულით გაცნობო დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ. დღეს განათლების სამინისტროსთან ერთად ვიღებ დასტურს, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს დასტური, იმისი რომ შედგა ჩვენი სამწლიანი მცდელობის შედეგი. და შედეგი არის ის, რომ განათლების სამინისტროში დამტკიცებული არის ღირებულებითი განათლების პროგრამა, ხელშეწყობის პროგრამა. და ეს უკვე ნიშნავს, რომ ოფიციალურად როგორც არჩევითი საგანი და როგორც კლუბური განათლების კომპონენტი განათლების სხვა საგნებთან ერთად სკოლაში არის დანერგილი. ამას წინ უძღოდა სამწლიანი მუშაობა და 1 წელი საპილოტე პროგრამით მუშაობა, სადაც 30 კლუბამდე მუშაობდა განვლილი წლის განმავლობაში. წელს ამ კლუბების რაოდენობა 50-მდე იზრდება და დიდი სიხარულია, რომ ეს მოვლენა ემთხვევა მნიშვნელოვან თარიღს საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს. მინდა მადლობა გადაუხადო მეოფეშიოს სწორი ორიენტირებისთვის, კურთხევისთვის და ძალისხმევისთვის, რაც ჩვენს აი ამ მუშაობას მუდმივად მფარველობდა და გზას უკვლევდა. პატრიარქს, იმიტომ რომ მისი მოცემული გზის გაგრძელებას ვცდილობთ ჩვენ და ნიმუში მისგან გვაქვს აღებული. ჩემთვის არის უდიდესი პატივი დღეს ვიყო თქვენთან ერთად და აი იმ სამწლიანი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შრომის შედეგის პირველი ნაყოფის, ესე ვთქვათ, პირველი გამოშვების შედეგს აღვნიშნავდეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი, რამე თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი თავის აღზრდას იღებს არა მარტო ოჯახში, არამედ იღებს სკოლაში და ამ პროცესში სასულიერო პირების ჩართულობა, რომელთაც უნდათ რომ ასწავლონ ის მნიშვნელოვანი ფასეულობები, რომელიც სიყვარულთან, მეგობრობასთან, ათიმცნების დაცვასთან და იმ ტრადიციებთან არის დაკავშირებული, რაც ქართულ იდენტობასთან, ჩვენს წარსულთან არის დაკავშირებული, უაღრესად მნიშვნელოვანია. მე მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ამ იდეას თავიდანვე მხარი დაუჭირა, მისცა საშუალება, რომ ეს იდეა განვითარებულიყო და ის შრომა, რომელიც შემდგომში ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად ორმხრივად ვითარდებოდა, ამ ყველაფერმა მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს
ისე როგორც ალბათ არასოდეს განსაკუთრებით უახლესი ისტორიის პერიოდში საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი იწყება თქვენი უშუალო ჩართულობით. რამე თუ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ლიბერალური ღირებულებებიდან გადავდივართ ეროვნულ ღირებულებებზე და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის რასაც სასულიერო საზოგადოება წლებია, განსაკუთრებით ბოლო წლებია აქტიურად ყოველთვის გადაგებთ და საზოგადოებას უზიარებთ, ხელისუფლების მიერ აბსოლუტურად სწორად იქნა აღქმული და ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გადარჩენის უმნიშვნელოვანესი გზა, სადაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ფასეულობებით, მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური სიწმინდით და ჩვენი ტრადიციების პატივისცემით შევძლებთ ამ ქვეყნის და ქართველი ერის წინსვლას, გაძლიერებას და წარმატებას. ამიტომ მათ მოხდა, რომ შარშან განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან ერთად აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მრავალთვიანი თანამშრომლობის შედეგად მივიღეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რაც არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც არის სასკოლო ცხოვრების, სწავლების, მეთოდოლოგიის, სახელმძღვანელოების განმსაზღვრელი კომპონენტი. ამ დოკუმენტმა ჩაანაცვლა 2004 წელს მიღებული მსგავსი დოკუმენტი, რომელიც 180 გრადუსით განსხვავდებოდა ახლანდელი ტექსტისგან. ის იყო ძირითადად ლიბერალური ღირებულებებით გაჯერებული, მაშინ როდესაც ეს დოკუმენტი არის გაჯერებული პირველ რიგში ეროვნული სულისკვეთებით, პატრიოტიზმით, ქვეყნისა და უფროსი თაობის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატულებით, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების დაფასებაზე არის ორიენტირებული. ამიტომ სახელმძღვანელოები, რომლის შემუშავებაც დაიწყება, ის მეთოდოლოგია, რომელიც სკოლებში მალე უკვე დაისადგურებს, ყველაფერი სწორედ ამას დაეფუძნება. მე გასულ კვირას მივიღე გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ყოველი დღე ყველა სკოლაში დაიწყება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერებით და დროშის აღმართვით. შეიძლება ეს იყოს რაღაცა მცირედი კომპონენტი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ ყველას კონდეს გაჯერებული ის და სიამაყის გზნობა კონდეს საკუთარი სახელმწიფოსადმი, საკუთარი სახელმწიფოს სიმბოლოებისადმი, როგორიც არის ხუთჯვრიანი დროშა და როგორიც არის ჩვენი სახელმწიფო ჰიმნი. ამიტომ თქვენი ჩართულობა, რომელიც მე ვიცი, რომ ფაქტიურად უკვე დაწყებულია და მიხარია, რომ 50 სკოლაში შევძლებთ თქვენი უშუალო მონაწილეობით ამ ფრიად მნიშვნელოვანი და ღირებული პროცესის წარმართვა ძალიან დიდ შედეგებამდე მიგვიყვანს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება წამახალისებელი იმისა, რომ ჩვენ გავაფართოვოთ როგორც სკოლათა რაოდენობა, ასევე არეალი და სხვადასხვა ქალაქებში, რეგიონებში თქვენი ჩართულობით, სხვა მამათა ჩართულობით შევძლოთ ღირებულებითი განათლების შეტანა, იმიტომ რომ ოჯახის და სკოლის აღზრდასთან ერთად თქვენი მხრიდან მიწოდებული რჩევა, თქვენი მხრიდან მიწოდებული დარიგება უაღრესად მნიშვნელოვანია და განსაზღვრელია იმისა, თუ როგორი მოზარდი თაობა გვეყოლება. დღეს გამორჩეული დღეა ჩვენი ერის, ჩვენი დედა ეკლესიის ისტორიაში, რადგან დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფეში და განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა 26 სასულიერო პირს, რომლებმაც გასული წლის სასწავლო წლის მანძილზე დააარსეს საშუალო სკოლებში ღირებულთა განათლების კლუბები და მათ სასწავლო პროცესს წარმატებულად გაართვეს თავი და სასურველი გარემო შექმნეს და ბევრ ახალგაზრდას მისცეს ახალი ხედვით სამყაროს დანახვის შესაძლებლობა. დღეს დაჯილდოებული იყვნენ ეს მოძღვრები, შეიძლება ითქვას აი ამ სერტიფიკატით, მათ შორის გახდით მეც და მადლობა ყველა მათგანს, ვინც აი ამ სულისკვეთებაში, აი ამ ღირებულებითი განათლების კლუბების დაარსების საკითხში თავისი წვლილი შეიტანა და მადლობა საზოგადოების ურთიერთობების სამსახურს, მამა ანდრიას, მამა გურავს და ყველა მოძღვარს, რომელიც დღეს აი ამ დიდ საქმეს წარმოადგენს და მადლობა განათლების სამინისტროს, პატრონი მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელმაც შესაძლებლობა მოგცეს დღეს ჩვენ.